მოგესალმებით მეგობრებო, სახშიც გემრიელიას არხზე. მოგეხსენებათ, მოახლოვდა ახალი წელი და გადავწყვიტე მომზადებინა საახალწლო კერძები, რომელიც ძალიან მიყვარს და მინდა რომ თქვენს გაგიზიაროთ. დღეს მომზადებთ ხალადიც, არ ვიცი ქართულად რა ქვია, სამწუხაროდ, თუ ვინმე მიცით დაწერეთ კომენტარებში. დღეს გადავწყვიტე ცოტა სხვანაირი ხალადიც მომზადებინა, ჩვეულებრივ მზადდება ღორის ხორცით. ზოგი ურევს მე საქონლის ხორცს შეგნით. დღეს გადავწყვიტე მომზადებ მხოლოდ საქონლის ხორცის ხალადიც. რისთვისაც დაგვჭირდება კისრის ნაწილი საქონლის ხორცის და სხვა ნაწილიც ნებისმიერი შეგიძლიათ შეურიოთ. უნდა იყოს ცხიმიანი, ანუ ცხიმო ხორცით არ გამოვა. და პირველ რიგში ვიწყებთ ხორცის გარიცხვით, რადგან კისრის ნაწილი ცოტა ძვლიანია, შეიძლება შეგხვდეს პატარა ნატეხები ძვლების და ესენი ყველაფერი კარგად უნდა მოვაშოროთ აუცილებლად. ხორცი გავრიცხე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად უნდა გარიცხოთ, რომ პატარა ძვლების ნარჩენები არ დარჩეს ხორცში, რადგან მომზადების შემდეგ ჭამის დროს შეიძლება შეგხვდეს, კვილი მოვიტეხოთ და ასე შემდეგ ძალიან დისკომფორტს შექმნის. ესე იგი, როგორც აღვნიშნე, კისრის ნაწილი გვაქვს აღებული. და ასევე სხვა სხეულის ნაწილი შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა უნდა იყოს ცხიმიანი, აი დავუშვათ შეგიძლიათ გამოიყენოთ არტალა, ძალიან ბევრი ყესები და რაღაცებია, ძვლებია შიგნით, შესაბამისად მეტ კოლაგენს გამოყოფს და შეიკრება ხალადიცი, როგორც წესია ის. დავჭრით პატარა ნაჭრებად, რომ მალე მოიხარშოს, თუ დიდ ნაჭრებს ჩავდეთ, დიდხანს დაჭირდება ხარშვა. ნორმალურ ზომიერ ნაჭრებად არ არის აუცილებელი, რომ ძალიან დავაქუცმაცოს და ასე შემდეგ. აი ესეთი ნაჭრები საკმარისია. კონკრეტულ შემთხვევაში კისრის გარდა მე აღებული მაქვს მუცლის ნაწილი, იმიტომ შედარებით ცხიმიანია საქონლის ხორცში. აი ამ ზომის ნაჭრებად დავჭრით და მოვათავსებთ ქვაბში. ხორცი გადმოვიტანეთ ქვაბში. რაც შეეხება წყალს, აი ხორცს უნდა ცდებოდეს დაახლოებით 1-2 სანტიმეტრით, საკმარისია სრულიად. ხარშვის დროს არ ვუმატეთ არც მარილს, არაფერს ანელებლებს, უბრალოდ ხარშავთ ხორცს. როდესაც ადუღდება წყალი, დაჭირდება მოკაფვა. ხორცს მოვკაფავთ. აი ასე რომ დაიშლება უკვე ჩვენი მოხარშული ხორცი, ამით მივხვდებით რომ მზად არის. ჩვენ ამ ხორცს გადმოვიტანთ ჯამზე და დაველოდებით როდის გაგრილდება. მოკლედ ხორცი ამოვიღეთ უკვე ჯამზე, ეხლა ამ ბულიონში დავამატებთ სტაფილოს, შავ წიწაკას და სურნელოვან წიწაკას, ასევე სამფოთოლ დაფნას და ვადუღებთ მაღალ ცეცხლზე, რომ ცოტა დაიკლოს მოცულობაში წყალმა და უფრო ესე ვთქვათ სქელი მასა გახდეს, ვიდრე ეხლა არის. მოკლედ ამ ხორცი გადავანაწილე უკვე ფორმაში, დავუმატე გემოვნებით ნიორი, შავი წიწაკა და მარილი. მარილზე გირჩევთ რომ ძალიან ბევრი არ მოგივიდეს, ჯობია აკლდეს, ვიდრე ძალიან მწუთხე იყოს. ეხლა ამას დავუმატებთ ბულიონს. ეს ბულიონი რა თქმა უნდა გადავწურეთ საწურით, რომ ზედმეტი არაფერი გაჰყოლოდა და მივიღეთ ესეთი მასა. ეხლა ამას დავუმატებთ ნელ-ნელა და ჩანგლით კარგად ამოურევთ, რომ ეს ნიორი, შავი წიწაკა და მარილი გადანაწილდეს ყველა მხარეს. წყალი უნდა ცდებოდეს ხორცს აი მილიმეტრებით. ზედმეტი წყალი ზემო და საჭირო არ არის. კარგად გადავანაწილებთ, ამოურევთ, რომ ხორცი ცოტა ზემოთ ამოვიდეს, წვენი ქვემოთ დარჩეს. და ესეთ მდგომარეობაში დავტოვებთ ეხლა ამას. ცოტა როგორც კი შეგრილდება, ამას გადავგრინავ, შევდებ მაცივარში და მთელი ღამე უნდა იყოს მაცივარში, რომ შედედდეს კარგად შედგეს და იყოს იდეალური, ესე რომ ვთქვათ. ეს ის ჩვენი ხალადიცი, მეგობრებო, ერთი ღამით დავტოვე მაცივარში, აი ესე გამოიყურება, ხორცით არის გატენილი. მე ესეთი მიყვარს, იმიტომ გიждები ხორცზე. არის ძალიან გემრიელი. წერან გამსინჯე კაც მიღმა. სულ ეს იყო, გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, შეგიძლიათ ამიწეროთ კომენტარებში რა გინდომებოდათ შემდეგ ვიდეოში. მე კი დავიმშვიდობებით. ბედნიერ ახალ წლებს გისურვებთ.